თვალეულს ამ მნიშვნელოვანი დღე გვაქვს ოჯახსო, ოსკარზეა წარდგენილი ჩემი ძმის და დედა ჩემის ფილმიო და მეთქი როგორ? ეხლა ეს ამბავი ასე არ გადასაკატავებელი არ არის. რთული პერიოდი მქონდა პირად ცხოვრებაში, თვითშეფასებიდან დაწყებული, ყველაფერი ძალიან განულებული პრობლემებთან რჩები მარტო. ამ ეტაპზე ვარ და მოდის პირველი მესიჯი. ბელისიმა. მე ეხლა ხო არ მომწერს უცებ ლეონარდო დიკაპრიო. რაღაცნაირად ისე მოხდა ფილმებში როა ხოლმე. გეგონა რომ ტროლია. რა თქმა უნდა, პირველი რეაქცია ყოველთვის იქნება ის, რომ ვიღაც გეხადავება. ჩვენი პირველი მესიჯიდან ერთი თვის თავზე ჩამოვიდა. მოკლედ შეგეთხლი ეს კაცი. ძალიან მაგრად მიხუტებს. მახსოვს მის თვალებში ცრემლები, მეთქი მარიამ ძალიან მინდა ეხლა რა თქმა უნდა რომ დაგირეკოს ეხლა სოფია ლორენმა. რაც არ უნდა სამარცხვინო იყოს და სკანდალური, მაინც ვფიქრობ რომ ძალიან ინტიმურია, ძალიან პირადულია. უყურებთ ტელევიზორს შენ და სოფია და ხანდახან შეხედავ და ფიქრობ, ნეტა ეს კალი, ეს კალია. იყო და არა, იყო რა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხმის მინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან და რა თქმა უნდა, აქვე უნდა გთხოვოთ, სანამ წარვადგენ ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმარს, უნდა გთხოვოთ, რომ დაგვაფოლოვოთ და გამოგვიწეროთ, გვიპოვოთ Instagram-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, ყველგან ვართ მოკლედ და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა ჩვენთვის, იმისთვის, რომ ჩვენი გადაცემა უფრო ხანგრძლივად გავიდეს ეთერში. ახლა ჩვენს სტუმარს წარვადგენ მარიამ შარმანაშვილი არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა მარიამს, რომ აქ არის დღეს და მეძლევა ეს შესაძლებლობა და ძალიან საინტერესო გასაუბრება გქონდა ჩვენ სხვათა შორის სანამ დავიწყებდით გადაცემას, როგორ უნდა წარმედგინა მარიამი და გამიხარდა რომ მითხარო როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი ისე წარმადგინეო, მიუხედავად იმისა რომ ყველასათვის ცნობილია რომ როდესაც ხდები სოფია ლორენის რძალი, კარლო პონტის მეუღლე, რა თქმა უნდა არის აქ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვერ გაექცევი ამას ბუნებრივია. კი, ნამდვილად. ამიტომ მინდა რომ ზუსტად ამით დავიწყოთ საუბარი. ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც არის ამავდროულად სოფია ლორენის რძალი. შენ ცხოვრების შესახებ მინდა მომიყვეს, ვინ არის მარიამი? ალბათ პირველ რიგში დავიწყებ იქიდან საუბრით, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ყოველდღიურობა უკავშირდება ფიტნესს. ჩემი ერთგვარი შეიძლება ითქვას მისია არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი განსაკუთრებით ქალბატონები დავაინტერესო ჯანსაღი ცხოვრებით. გამიხარდა რომ მკითხე როგორ წარგადგინო, ჩემი პირველი მთავარი სტატუსი მგონია ჩემი პროფესია გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი სიყვარულით ვემსახურები ამ პროფესიით ადამიანებს და რა თქმა უნდა იმ ამბავს არც უნდა გავექცეთ, რაც ხდება ჩემს თავს, იმიტომ რომ ჩემი რაღაცნაირად ცნობადობა განსაზღვრა ამ ამბავმა და როცა ასე ხდები ცნობადი ამ რაღაცა პირადულიდან გამომდინარე, თითქოს ჩვენი პერსონა ცოტა უკან სადღაც იმალება და არ ჩანხარი ის ვინც ხარ რეალურად და რა ინტერესები გაქვს ცხოვრებაში, თუნდაც რა გამოწვევების წინაშე გახარ და ასე შემდეგ. ამის გაზრება ეხლა დაიწყე. თუ ვთქვათ თავიდანვე იყო შენთვის ცოტა, არ ვიცი, უცნაური, მოდი ასე ვიტყვირბილად რომ ვთქვათ უცნაური ის რეაქციები, რომელიც მოყვა შენს დაქორწინებას, იმიტომ რომ იმასაც კი არ ვისმენდით, რომ კარლო პონტის მეუღლე, არა, პირდაპირ სოფია ლორენის რძალი. იმიტომ რომ ნუ სოფია ლორენი არის, რა თქმა უნდა, ისეთი პერსონა, რომ ჭრდილობს ყველაფერს აბსოლუტურად. კი, მაგაში გეთანხმები. ბევრი მეკითხებოდა, რომ დისკომფორტი ხო არ არის. გარკვეულწილად, ანუ რაც ვახსენე, იქიდან გამომდინარე, რომ შენი პიროვნება იმდენად აი რაღაცნაირად ძნელია, რომ გამოხატო და წინ წამოწიო. მაგას თუ დისკომფორტა და სიძნელედ ჩავშლით, კი, მაგრამ
ერთი არის რომ მაგით გახდები ცნობილი, მაგრამ აი რა დახვდებათ იმ ცნობადობის იქით, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული და ბუნებრივი რეაქცია ეს ადამიანების, რომ ესეთ დიდ მსახიობს იცნობენ და ბუნებრივია, რომ ეხა ასეთი ცნობადობა სწორედ ამ ამბავმა ესე ამიტომ გამოიწვია, რომ ეს იყო უკავშირდებოდა ქალბატონ სოფიას. ზოგადად რაც მოდის ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში და შენს რეალობაში, მე ვფიქრობ, რომ უნდა ძალიან შვიდად მიიღო და არ უნდა მიიღო რაღაც იმით, რომ აი ვიღაცის ჭრილში, აი როგორც შეხედავ, როგორც დაინახავ სიტუაციას, მე ვფიქრობ, იმის და მიხედვით ერგები მე სიტუაციასაც და კიდე ერთხელ აღნიშნავ, რომ რადგან ესეთ პროფესიაში ვარ, თუნდაც ამ ჩემს ცნობადობას ამ კუთხით მივმართავ იქით, რომ ბევრი ადამიანისთვის, ბევრი ქალბატონისთვის სასარგებლო ადამიანი გავხდე და თუნდაც რაღაცა კუთხით ჯანსაღი ცხოვრებისკენ ვუბიძგო. მე ვარ ზუმბას ინსტრუქტორი, ეს არის ვარჯიშების ტექნიკა, რომელიც დაკავშირებული არის ცეკვის ელემენტებით ვარჯიშთან და არის ძალიან სახალისო, არ არის რუტინული. ეხლა სხვათა შორის ონლაინ გავაკეთე ზუმბას ვარჯიშები და რატომ? ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო ემიგრანტებისგან და როგორც კი დავდა ეს ინფორმაცია, ძალიან დიდი მოთხოვნილება ამოვიდა, რომ ონლაინაც გამეკეთებინა და რატომაც არა, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უამრავი ქართველი არის სხვა უცხო ქვეყანაში წასული, რომ არჩინოს ოჯახის წევრები და იმათთან თუ რაღაცით შვებას მოუგრი, თუნდაც იმ ერთ საათს რომ თავის თავს დაუთმობენ, ზუსტად იმიტომ რომ მე ამ სერვისს შევთავაზებ, რატომაც არა. ბავშვობაზე მინდა ვისაუბრო და შენი ცხოვრების რაღაცა დრამატულ მომენტებზე, მათ შორის დედაზე, რომელიც ადრე გარდაიცვალა. ძალიან ცელკი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. აი ეზოში რო ჩავიდოდი და ამოსვლა აღარ მინდოდა. ეგეთი ცელკი და ვფიქრობ, რომ მაგ კუთხით მიუხედავად იმისა, რომ რთული დრო იყო, მაინც რაღაცნაირად ვფიქრობ, გაჯეტების გარეშე გატარებული ბავშვობა კიდე სხვანაირად ტკბილია. ეს მიუხედავად რთული წლებისა, უშუქობისა, არ ვიყავი თან ძალიან შეძლებულ ოჯახში ხამე გაზრდილი და როგორც ყველას, მაშინ ყველას გვიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი რთული პერიოდი გამოვიდა, მაინც ტკბილად მახსენდება. ჩემი ალბათ ბავშვობის მეგობრების დამსახურება, იმიტომ რომ რაღაც ეს 5 გოგო ვიყავით, რომელიც მეგობრობდით, ეზოში დიდი ეზო გქონდა. რაღაც ეს ძალიან გავართ სხვათა შორის აი ამით იტალიელებს, რომ რაღაც ესეთი ეზოები იციან იქაც, ბევრი ბავშვით, ბევრი მოხუცით, ბევრი ახალგაზრდით, აი რაღაცა თითქოს ისეთი გარემოა ხოლმე შექმნილი ერთ დიდი ოჯახივით და აი ესეთი გარემო იყო ზუსტად ჩემს გარშემო და ბედნიერი ვარ იმით, რომ საუკეთესო წლები სწორედ რომ მათ გვერდზე გავატარე, ჩემი ბავშვობის მეგობრების გვერდით. დედაზეც მინდა კითხო. ძალიან დამოკიდებული ვიყავი დედაზე, ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ ისეთ მეტად დამოკიდებული და აი დედის დაკარგვამ შეიძლება ითქვას აბსოლუტური ტრანსფორმაცია განვიცადე დედის დაკარგვის შემდგომ. რამდენი წლის იყავი? 21-ის ვიყავი მე. ერთ კვირაში გავხდი 21-ის. უნივერსიტეტი მქონდა 3 დღის დამთავრებული და დედიკოს მოვიდა შეტევა. და თან მოვიდა ჩემს თვალწინ. გულის შეტევა? არა, ეს იყო, ანუ ანევრიზმა, ტრომბი, ყველაფერი ერთად მოკლედ დაემართა. და ჩემს თვალწინ რომ მოვიდა, ეს ალკე ან ტრავმა არის, საკმაოდ ძლიერი, იმიტომ რომ როცა ხედავ ადამიანს, რომელსაც უჭირს შენს თვალწინ რაღაცა ძალიან დიდი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ვერ შველი. პირველი ეტაპი, აი დაახლოებით ანესთეზიას რო გაგიკეთებენ, ოპერაციის წინ, აი ეგეთი განცდა მქონდა, ძალიან დიდი ხანი, მოკლედ აღარც სიხარულის, აღარც სევდის, განცდა აღარ იყო ჩემთვის აი ესეთი ჩვეულებრივი ამბავი. თითქოს ანესთეზია მქონდა გაკეთებული. და შენ დაქორწინებულიც იყავი როგორც 2019 წელია. მიწურული და ჯერ კიდევ სანამ პანდემია ახალი გამოჩენილი იყო და სამწუხაროდ მოხდა ისე რომ ჩემი პირველი ქორწინება დასრულდა. პანდემიის პერიოდში. პანდემიის აი დასაწყისში. ეს რა თქმა უნდა იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ პირველ ქორწინებაში მყავს შვილი და შვილი როცა ყავს კიდევ უფრო რთულად იღებ ამ გადაწყვეტილებას. რამხელა? დემეტრე ახლა არის 11 წლის.
ჩემი მზე არის და ჩემი ცხოვრების არ ვიცი ყველაზე ალბათ დიდი სტიმული, იმიტომ რომ ვიცი ალბათ შვილი რო ყავს სხვანაირად მებრძოლი ხარ და სხვანაირად ძლიერი ხარ. და მოხდა ისე რომ 6 წლიანი, თითქმის 7 წლიანი ოჯახი დაგვენგრა. არ შედგა თქვა არ ვიტყვი, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომ რომ დემეტრე ყავს ამ ქორწინებიდან. ძალიან კაი ადამიანია, უბრალოდ ხო ხდება რომ ორი ისეთი კარგი ადამიანი ვერ უგებს რაღაცეებში და მოხდა ესე რომ დავიშალეთ. როგორც ვიცი, საფთიაქო სფეროში მუშაობდი ბევრი წელი და მე გადაწყვიტე რომ რადიკალურად შეგეცვალა პროფესია. აქაც გეტყვი რომ მე მაქვს ეს ჩემს ხასიათში რომ აი დედაც რო დავკარგე მაშინაც და მაგ ეტაპზეც როცა ოჯახი დავანგრია, ეს ორი ჩემი ძალიან რთული ეტაპი არის ჩემი ცხოვრების. ყოველთვის რაღაცას ვეძებდი ხომ აი რაღაცაში ვეძებდი ხსნას. გამოსავალს, დასაყრდენს. ზუსტად. დედა შემთხვევაში ეს იყო მუსიკაში ვიპოვე ხსნა და ხალხურ მუსიკაში ძალიან დიდი შვება ვიგრძენი. გადავეში თავით მაშინ ოჯახის დანგრევის შემდეგ რა აი ოჯახის დანგრევის შემდგომ მოხდა ის რომ მომინდა რომ ფიზიკურად დატვირთვა რაღაცით, ანუ დატვირთული ყოფილიყავი, არ ვიცი ჯიმში წავსულიყავი, სარბილიგზე თუ სად, უბრალოდ რაღაცას ვეძებდი აი აქტივობას და ესე სულ შემთხვევით აღმოჩნდი ზუმბაზე და იმდენად დამეხმარა, ხა თან იმ პერიოდში საშუალებაც არ მქონდა, რომ აი თუნდაც ფსიქოლოგებთან მევლო და ჩემ მენტალურ ჯანმრთელობას ამ კუთხით დავხმარებოდი და მივხვდი რომ რაღაცა ეს ფიზიკური დატვირთვა იმდენად დამეხმარა, თან იცი როგორ რაღაცაა რომ მიდიხარ ხშირ შემთხვევაში უფრო ქალები ვარჯიშობენ ამ ზუმბას და დამხვდა ისეთი სოლიდარული გარემო და რაც მთავარია ფიზიკურმა დატვირთვამ, აი ჩემში მარტო ფიზიკურად კი არ დამეხმარა რომ გავძლიერდი, მენტალურად ისეთი ძვრები იყო, რომ ვიფიქრე რომ მორჩანო ეს უნდა გახდეს ჩემი მეორე პროფესია. იმიტომ რომ მაქვს ეს მომენტი, რომ აი როცა რაღაც სარგებელს ვიღებ ხოლმე, სამყაროსგან მიყვარს მე ამის გაცემა, დაბრუნება და ვიფიქრე რომ რატომაც არა. ანუ ეს იყოს ჩემი სფერო, მეორე პროფესია, რაშიც ანუ სიამოვნებასაც მივიღებ და რაც მეც დამეხმარება თუნდაც ფინანსური კუთხით. ქალებს და ზოგადად ადამიანებს რთულ პერიოდში არ აქვთ მართლაც შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას მიხედონ, იარონ ფსიქოლოგთან. ხშირად მეგობარიც არ არის ხოლმე სამწუხაროდ. ხო, ნუ მეგობარიც ზოგჯერ ვერ გშველის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მეგობრების სიმრავლეს არ უჩივი, იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ როდესაც პირადს ეხება მაინც იმ პრობლემასთან მარტო პირადს არა, ზოგადად პრობლემებთან რჩები მარტო შენი რესურსით, რა გაგაჩნია, სულიერი რესურსია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ასევე რწმენამ ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერმა ერთად გადამარჩინა. როგორ გაჩნდა კარლო პონტი შენს ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ რომ გაიხსენო, როგორ დაიწყო ეს ნაცნობობა და სიყვარული კარლოსთან. სხვათა შორის, აი კარლოს გამოჩენაც ძალიან ჩემთვის შეიძლება ითქვას რაღაც ცოტა მისტიური ამბავიცა, იმიტომ რომ სანამ კარლოს გავიცნობდი, ცოტა ხნით ადრე მახსოვს მქონდა ესეთი შეიძლება ითქვას სიუჟეტი ცხოვრებიდან, რომ რთული პერიოდი მქონდა, როგორც აღნიშნე პირად ცხოვრებაში, თვითშეფასებიდან დაწყებული, აი ყველაფერი ძალიან განულებული, იმიტომ რომ ქალები ყოველთვის ჩვენში ვიწყებთ ხოლმე რაღაცა პრობლემების ძიებას და სხვადასხვა გზებს როგორც გითხარი ვეძებდი, ხან ზუმბა, ხან რაღაცა იქ სოციალურ ქსელში არის საკმაოდ კარგი პოდკასტები, რომელშიც შეგიძლია რაღაცა мотиваცია იპოვო შენ თავს დაეხმარო და რაღაც ანუ ამ ეტაპზე ვარ და ვუყურებ ფილმს Secret, რომელიც არის საიდუმლო, ნუ ქართულად YouTube-ში ყველა ნახავს. და მოხდა ის რომ ნახე ეგ ფილმი, სადაც არის თუნდაც საუბარი ვიზუალიზაციაზე, რწმენაზე, რომ აი როცა რაღაცის წამს და გჯერა, რომ მართლა ხდება და მახსოვს მაგ ფილმის ყურების შემდგომ მომინდა რომ გამეკეთებინა ვიზუალიზაცია და ამ ვიზუალიზაციის დროს მომინდა რომ გავსაუბრებოდი დედიკოს და
ძალიან ექსპრომტად მოხდა ეს დაგეგმილად მოდი დავჭდე და ესე არა, ძალიან ექსპრომტად მოვიდა ეს სურვილი რომ ეს გამეკეთებინა. ეს როგორ ხდება? ვიზუალიზაცია ხა ვინც არ იცის, არის როგორი რაღაც. თითქოს შენ თავს აჯერებ, რომ ეს რაღაც რაც ძალიან გინდა შენ ცხოვრებაში უკვე მოხდა და აი შეგრძნების დონეზე უნდა განიცადო თითქოს და ესე ვზივარ და მახსოვს მაშინ გამოცდისთვის ვემზადებოდი, მაშინ ჯერ კიდევ ფარმაციაში ვიყავი და აი მომინდა რომ რაღაცა 5 წუთიანი 10 წუთიანი შესვენებები რო გვაქვს, რომ გადაწიგნები ცოტა ხანი და მომინდა რომ გამეკეთებინა ვიზუალიზაცია. და დედას დავიწყო თითქოს საუბარი, რომ დედა მეთქე, ჩემს ცხოვრებაში თქო აუცილებლად მოვა ადამიანი, რომელიც მოიტანს ჰარმონიას და ყველაფერს, რაც მჭირდება და სიყვარულს. იმდანად მოიტანა განცდა რომ უკვე ეს მქონდა, რომ აი კათარსისული ცრემლები მოვიდა და მაგიტომ ამაფარიც ჩემთვის მისტიკა ეგ ამბავი, რომ რამოდენიმე დღეში მაგ ვიზუალიზაციიდან მოდის პირველი მესიჯი ბელისიმა, რომელიც მოვიდა, ანუ რაღაც გაურკვეველი page-დან, იმიტომ რომ კარლომ თავის გვერდიდან არ მომწერა და ეს დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. როგორ ეხლა ეს ამბავი ასე არ გადასაკატავებელი არ არის. მოკლედ, ჯერ პირველ რიგში რასაც ვაკეთებ გადაცემა, რომ თავდება ვიზუალიზაციას ვაკეთებ, ეგრეთ ზუსტად ვიცი. კოლექტიური, თან ვიცით უკვე რაზეც. ხო, უნდა კოლექტიური, შენ ხო იცი მე რა წოცნებები მაქვს. ხალხო ვიზუალიზაციას ვაკეთებთ ყველანი. კოლექტიურს აუცილებლად გავაკეთებ ამას. ერთი სული მაქვს რომ ეს გავაკეთო. კოცებო მიფრთხილდით. მაგრამ ეხლა მაინტერესებს, ანუ როგორ მოხდა, ანუ ბელისიმა მოგწერა კეტყვი, ანუ მაგ ისტორიას რა უძღვის წინ. რატომ მოგწერა რა? ანუ მე ეხლა ხო არ მომწერს უცებ ლეონარდო დიკაპრიო გამარჯობა. არის და კარგია რომ არის. არ ვიცი არაფერი. ესე იგი, ჩემო მეგობარმა გადამიღო ფოტოები ფორტეპიანოსთან. ძალიან დიდი ხანი მეხვეწებოდა, რომ აი ფოტოები გადავიღოთ, ფოტო აკვიატებული ქონდა, რომ ეს ფოტო მე გადამეღო რატომღაც და დამედო ინსტაგრამზე. გადავიღეს ფოტოები და ჰეშტეგები მომწერა, ანუ ჰეშტეგების წარმოიდგინე იმდენად უვიცი ვიყავი ამ სოციალურ ქსელში, რომ ჰეშტეგების დანიშნულება რა ვთქვა, დიდად არ ვიცოდი და მომწერა და ანუ დაურთეო რა ეს ჰეშტეგებიო და ეს ფოტოები რაც გადავიღე, გამომიგზავნე, ჰეშტეგები დავურთე და აი ესე მოხვდა კარლოს ფიძე, ჩემი ფოტო. როგორც კარლო ამბობს, ვეგონის პიანისტი და რატომაც არა იფიქრა რომ კოლაბორაცია მექნება, იმიტომ რომ კარლოს აქვს სკოლა ლოს-ანჯელესში, რომელიც ანუ დამწყებ ვირტუოზებს უწყობს ხელს, რომ კოლაბორაცია დიდ ორკესტრებთან კონდეთ და ალბათ, ნუ ხო, როგორც აღნიშნავს მე რომ გამომიტყდა, რა თქმა უნდა, ჩემი ვიზუალიტეტ ძალიან მოიხიბლა და აი ესე მომწერა უბრალოდ კომპლიმენტი და მომწერა არა თავისი პირადი გვერდიდან, მომწერა ვირტუოზების სკოლის გვერდიდან და რა თქმა უნდა მეც ვუპასუხე, მაგრამ იცი რა მომენტი მქონდა კიდე რა მნიშვნელოვანი, მე მაქვს ძალიან მაგარი ინტუიცია. არ კირჩხები და ამას ვაბრალებ ხოლმე. მაგრამ იმას მაინც ვერ წარმოიდგენდი, რომ სოფი ლორენის შვილს ემესიჯებოდი. მაგას ხო წარმოდგენა არ მქონდა და თან არ ვარ ეგეთი სნობი ტიპი, რა ხო მაგაზე გავგიჟებულიყავი და იცი როგორი რაღაც მოხდა. პირველი მესიჯი რომ მოვიდა ბელისიმა, აი არ ვიცი რა კუთხით, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაცა კუთხით შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. აი ეს წინათ გრძნობაც არ ვიცი საიდან მოვიდა. და მე რა ხდება? შენ რას უპასუხე? ის რომ მე გრაცია მილე უპასუხე Google Translate-ით ამაზე ნუსვამო ხაზო მეუბნებიან ხოლმე და არ არის სირცხვილი, რომ არ ვიცოდი უცხო ენა, უბრალოდ არ იყო ჩემს ცხოვრებაში ამის საჭიროება იმ მომენტში. სამწუხაროდ უცხო ენებს არ ვფლობდი ისე და ინგლისურიც კარლოსთან ურთიერთობაში შემომესწავლა და ჩემი გერმანული სკოლაში ნასწავლი არასდროს არ გამომადგა, მაგრამ როცა დამჭირდა, ხო, რაღაც ისე მოხდა, რომ ეს პირველი 3 დღე მაგალითად ძალიან უცნაურია, რომ მე არ ჩავეძიე, რომ ანუ არ ვიცოდი მოკლედ კონკრეტულად ესე სახელით და გვარით ვინ იყო. მითხრა რომ იყო ანუ საქართველოში ნამყოფი კონცერტით ეს ნინო სურგულაძეც ახსენა ყველაფერი, მადლიერი ვარ ნინოსიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველი შეხება ნინოს გამოქონდა საქართველოსთან და პატივი გქონდა ასევე ნინომ ყოლოდა ქორწილში, ხო, ყოლოდა ქორწილში და მოკლედ პირადადაც გამოვხატეს მადლიერება და ძალიან მოკლედ აი რაღაცნაირად ისე მოხდა ფილმებში როა ხოლმე
და ამაზე გამორიცხულია, რომ ესე ამაღელვებელი არ იყოს ჩემთვის და ემოციების გარეშე რომ მაგრამ აქვე ვიტყვი რომ კარგ ფილმს ვუყურებ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ აქვე აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი, რომ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ქალები რაღაც დიდი გრძნობა რო გვეწევა, უნდა ჩავიკარგოთ ამ რაღაცა გრძნობებში და პირად ცხოვრებაში. მინდა იმიტომ გავუსვა ხაზი, რომ რაღაცა იყო ესეთი კომენტარები ჩემი მისამართით, რომ თითქოს შეირგე პირადი ცხოვრება და მოდი ნუ ჩაერევი რაღაცა თუნდაც სამოქალაქო აქტივიზმში და ასე შემდეგ და ანუ ხალხო, ანუ პირიქით რაღაცა მცნობადობა თუ მოგიტანა და თუ გაქვს რაღაცა გავლენა შენ ადამიანებზე, ეს გავლენა გამოიყენე კეთილად და გამოიყენე სასარგებლოდ, რატომაც არა. მოკლედ, აი, წარმოუდგენელია, იტალიურიც არიცი, წერს ადამიანი, რომელიც არიცი ვინ არის, ბელისიმა და შენ Google Translate-ით ვუბრუნებ პასუხს, ხო? აი, ეს უფრო საყვარელია, იმიტომ რომ Google Translate, აი თანამედროვე ტექნოლოგიებმა მაგის თუნდაც ხაზგასმა მინდა რომ აი რამხელა ბარიერი გაარღვია რომ ჯერო ეს შეგვიძლია თუნდაც უყურო ადამიანს ისაუბრო ტელეფონით ხო და ChatGPT არ იყო მაშინ თორე უფრო სწრაფად დაიწყებოდა თქვენი ურთიერთობა გეთანხმები ანუ ცოტა მეშინია ხოლმე ამ ტექნოლოგიური ესეთ მაგრამ ანუ როგორ გამოიყენებ იმის აგერ ხო ხედავ როგორ კარგად მერე რა ხდება ხო მერე რა ხდება და 3 დღის მერე ძალიან კომიკური სიტუაციაა ეს რომ ახსენება მეუბნება რომ ანუ ხვალეო ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს ოჯახსო ოსკარზეა წარდგენილი ჩემი ძმის და ანუ დედაჩემის ფილმიო და მეთქი როგორ გეგონა რომ ტროლია არა ტროლი ხო ნუ რა თქმა უნდა პირველი რეაქცია ყოველთვის იქნება ის რომ ვიღაც გეხადავება და გეხუმრება ხო მაგრამ რა ჩავეძიე მეთქი აბა ვინ არის თქვენი დედა ანუ და თქვენი ძმა მე მითხრა ვინც იყო და მითხრა რომ იყო ეს დიდებული მსახიობის და დაუჯერე ეგრევე იცი რა არის მე ძალიან გულწრფელი ვარ ყველა სიტუაციაში და მანდაც ჩემი გულწრფელობით ვუთხარი რომ მეთქი არ მჯერა თქო და თუ შეიძლება თქო სელფი გადამიღეთ და მანახეთ რომ თქვენ ხართ იმიტომ რომ ესე ბევრი შეიძლება წერდეს და რაღაცა იბრალებდეს ხო ვიღაცის ვინაობას და კარლო მითხრა რომ მეც არ მჯერაო უამრავი ხო ხდები ეს სოციალურ ქსელში ფეიქ სურათები რაღაც და მეც მინდა დავარწმუნე რომ ისეთივე მშვენიერი ხარ როგორც ფოტოზეო და მეთქი ოკეი ნახე როგორი ტაქტიკა პირველი ზარი განხორციელდა მაშინ და აღმოჩნდა რომ მე ვარ და კარლო შეკრჩა კარლო და მერე უკვე დაიწყო თქვენი ურთიერთობა და დაიწყო მეგობრობა ერთი წამი არ გადაახდა ის ზარი რა ენაზე საუბრობდეთ ერთმანეთს ძალიან სასაცილო იყო ის რომ მანდაც Google Translate-ის დაახმარება დამჭირდა გვერდზე მე და კომპიუტერი და ასე შედგა ჩვენი პირველი კი ჩართავ მე რიქაქვს ღილაკის სხვათა შორის ვინც არიცის ჩართავ მე დააწვევი ღილაკს თვითონ ოპერაკობს ტექსტი დაუწერე ქართულად გადაგითარგმნეს არ არის პრობლემა მაგარია და მერე უკვე დაიწყო თქვენი ურთიერთობა რომელიც რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე იყო მეგობრობა და იმდენად მაგრამ ისე პირველად რომ გაიგერო სოფია ლორენის შვილს ესაუბრებოდი რა რეაქცია რა თქმა უნდა იყო ეს შოკი იცი რა შოკი იყო სასიამოვნო რა თქმა უნდა დიდი პატივია როდესაც თვითონ კარლო იცი რა თვითონ კარლოც რომ მუსიკოსია მარტო იმიტომ რომ არა რომ ქალბატონი სოფიას შვილი იყო თვითონ ანუ ჩემ ცხოვრებაში დიდი დოზით არის მუსიკა, კლასიკური მუსიკა სამწუხაროდ დიდი დოზით არ იყო, ეხლა უფრო შემოიჭრა. მაგრამ როგორც მუსიკოს, რა თქმა უნდა, სრულიად არაჩვეულებრივი მუსიკოსი, დირიჟორი. და ანუ ეს უკვე ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ხლა მუსიკოსთან მქონდა შეხება, რა თქმა უნდა, ის მომენტიც იყო, რომ ქალბატონი სოფიას შვილის, მაგრამ ესე მოვლენების განვითარებას ხო ანუ ვერც წარმოიდგენდა იმ მომენტში ანუ ჩემი პირველი უბრალოდ სიხარული უკავშირდებოდა რომ ესეც შემოქმედ ადამიანს მომეცა საშუალება რომ გავსაუბრებო. ძალიან მაინტერესებს ამ ურთიერთობის განვითარება. შემდეგ ხდება ის რომ პანდემიის პერიოდია როგორც გითხარი, უწევდა ლოს-ანჯელესში გაფრენა. მაშინ იყო ბუდაპეშტში და რეგულაციების მიხედვით მითხრა, რომ ჩემთვის მარტივია საქართველოს ჩამოვფრინდე და მე გავფრინდე ლოს-ანჯელესში და ნუ ეს მოიმიზეზა, მაგრამ რეალურად როგორც აღმოჩნდა, მე უკვე სხვა მიზეზი ქონია აქ ჩამოსვლის. უნდა და თურმე ჩემი პირადად გაცნობა, ჩვენი პირველი მესიჯიდან ერთი თვის თავზე ჩამოვიდა და პირადად
მოკლედ შეგეთხლი ეს კაცი ესე გამოვიდა ესე გამოვიდა ერთი თუ ძალიან მოხან მოკლედ როა ესე გამოდის რომ ძალიან ერთი ნახვით ალბათ და აქ ჩამოვიდა რა აქ ნახეთ ერთმანეთი აქ ნახეთ ერთმანეთი და ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა აეროპორტში დახტე აეროპორტში ჯერ კიდევ მეგობრის ამპლუაში იმის მხრიდან როგორც მითხრა უკვე იყო გრძნობები იმიტომ რომ ძალიან ხო მალე ამბობს რომ მალე გაუჩნდა ეს გრძნობები და ჩემი მხრიდან სხვათა შორის როდის მივეცი ამ ურთიერთობას შანსი და როდის გავუხსენი გული გეტყვი ეგეც ძალიან მისტიურია ჩემთვის მე ძალიან მჯერა მამა გაბრიელის და როცა რაღაცა მიჭირს ხოლმე ცხოვრებაში ყოველთვის სამთავროს მონასტერში მივდივარ ხოლმე და კარლოს მხრიდან ეს გამოხატულება იყო მისი მხრიდან რომ აი რაღაც გრძნობები ქონდა ასე შემდეგ მაგრამ მე მაინც მეგობრის სტატუსით რჩებოდი და მახსოვს რომ რაც მინდოდა რომ ენახას ანუ თბილისთან ახლოს ღირსშესანიშნაობები დავათვალიერებინე რამოდენიმე ადგილი ერთ-ერთი იყო სამთავროს მონასტერი და მაშინ მახსოვს მამა გაბრიელს ვთხოვე რომ მეთქი გამომარკვიე გრძნობებში, ჩემს გრძნობებშიც და კარლოს გრძნობებშიც დამარწმუნე რომ ნამდვილია მისი მხრიდან გამოვდივართ ესეც ფილმის სცენარია გამოვდივართ ტაძრის ეზოში და მეუბნება რომ ძალიან მაგრად მიხუტებს და ეხა კაცის ემოციურობა ხო წარმოგიდგენი ზოგადად კარლოს არ ჩვევია ხოლმე ესეთი რაღაც ემოციებს რო ვერ აკონტროლებდეს და აი მახსოვს მის თვალებში ცრემლები ჩახუტება ძალიან მაგარი და მითხრა რომ ეხლა კიდე დავერწმუნდი როგორი მნიშვნელოვანი ხარო ჩემთვისა და ეს იყო ჩემთვის ნიშანი რომ მეთქი მარიამ ეს გრძნობა არის ნამდვილი როგორც ჩანს მისი მხრიდან და ეს იყო აი რაღაცნაირად ის ალბათ გარდამტეხი მომენტი ჩვენს ურთიერთობაში რომ მეც მივეცი საშუალება საკუთარ თავს გრძნობებს უფრო რაღაცნაირად გავხსნილიყავი ძალიან ფანტასტიკური და ლამაზი ისტორია არის და შემდეგ უკვე ხო მალევე დაქორწინდი? არა, მალევე არა, 4 წელსში. მაგრამ აი თქვენი ურთიერთობა იქ იყავი ხოლმე, აქ იყავით. იცი როგორ არის? ისე აიწყო ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე, რომ კარლოც ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, მეც ხშირად მივდიოდი ხოლმე, ხან ჟენევაში. ხან სხვადასხვა ქვეყნებში გვიყვარს ხოლმე მოგზაურობა. თავიდანვე ესე რაღაცა დისტანციურად, აი კიდე ერთხელ ვიტყვი იმას, რომ როგორი რამხელა როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომ ბარიერები ხო გაარღვია თანამედროვე ტექნოლოგიამ საერთოდ ადამიანებს შორის. ჰეშტეგით შეცვალა მთელი შენი ცხოვრება. აბსოლუტურად გეთანხმები მთელი ჩემი ცხოვრება. სოფი ლორენის რძალი. ეს არის შენი რეგალია დღეს. როგორ აპირებ შეცვალო ეს მოცემულობა? იცი რა არის? არ ვაპირებ რომ შევცვალო, იყოს ეგეც, მაგრამ ანუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა კომპლექსებიდან გამომდინარე გვაქვს ხოლმე ისეთი მომენტი, რომ აი თითქოს გინდა გაექცე რაღაცა რეგალიებს, არა, ეგეც არის და ბუნებრივად მივიღე. დავამატებ იმას, უკვე რომ ეს არის ჩემი უმთავრესი რეგალია არის ფიტნეს ინსტრუქტორი, ადამიანი რომელიც არის სხვა ქალების სამსახურში და რომელსაც უბრალოდ მინდა რომ სხვა ქალებს მეტი ბედნიერება შევმატო, იმიტომ რომ რატო ქალებს? იმიტომ რომ ქალებს განსაკუთრებით გვჭირდება მხარდაჭერა და სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ საქართველოში. იმიტომ რომ ყოველთვის ვუსვავ ხოლმე ამას ხაზს, რომ ჩვენ შეიძლება ჩადრებით არ დავდივართ, მაგრამ გვაქვს ეს მენტალური ჩადრი. რა ძალიან გვიშლის ბევრ რამეში ხელს, პირად ცხოვრებაში, პროფესიების შეძენაში, სამოქალაქო აქტივიზმში, ბევრ რამეში. სოფიასაც მინდა ვისაუბრო. როგორი იყო პირველი შეხვედრა სოფი ლორენთან? როგორი ადამიანი აღმოჩნდა ისეთი, როგორცაც ეკრანიდან წარმოიდგენდი, თუ აი რაღაც სხვანაირი? ეს სტერეოტიპი მეც მქონდა, რომ რაღაც ძალიან დიდ მსახიობებს თითქოს რაღაც დისტანციით უნდა გამოირჩეოდნენ, მაგრამ პირველი შეხვედრაც ჩემი ალბათ გარკვეულწილად მღელვარებასთან იყო დაკავშირებული, როგორ არა, რომ იცი რომ ადამიანს თან შენი მეორე ნახევრის მშობელს იცნობ და მით უმეტეს ესეთ ადამიანს, ესეთ დიდ ადამიანს, რა თქმა უნდა, იყო მღელვარება. ჩემ შვილთან ერთად ვიყავი მახსოვს შვეიცარიაში, ჟენევაში. და იქ შედგა მის სახლში შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა.
ძალიან როგორ თქვა გახსნილი და ესეთი თბილი დამოკიდებულება პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი. დემეტრემ პირველივე შეხვედრის დროს მოხიბლა და ხშირად აღნიშნავს ხოლმე რომ ძალიან სიმპათიურია დემე და სხვათა შორის იქ ბევრი ბევრი ესეთი ჯილდოები მისი და დემეტრეს მოუნდა რომ ოსკარს შეხებოდა და მის საშუალება რომ ეს დაეჭირა ოსკარი ხელში და ჩემთვის აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო რომ დემეს უთხრა რომ ვინ იცის ერთ დღეს შენც ესეთი ჯილდო აიღაო და სხვათა შორის კარლო ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე რომ არტისტული ბავშვიაო და ვდილობთ რომ აბა აი ამ თუნდაც მიმართულებითაც ცადოს დემეტრემ რატომაც არა ისეთი ადამიანისგან აქვს კურთხევა და დალოცვა მიღებული რიტუალი ხო ანუ და ეს იყო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი რა ურთიერთობა გვაქვს მასთან აი თუ გაქვს ხოლმე აი თუ ურეკავ ხოლმე მოიკითხავ ხოლმე რა თქმა უნდა ვესაუბრობთ ხოლმე ისედაც ანუ ტელეფონის მეშვეობით, მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც იქ ვარ ხოლმე და სულ სხვა მომენტი არის ჩემთვის. ერთად ძალიან მინდა ეხლა რა თქმა უნდა, რომ დაგირეკოს ეხლა სოფია ლორენმა ამ გადაცემის დროს. ეს იქნება ალბათ რაღაცა შოკი. ხო, ზოგადად ჩემთვის ცოცხალი ურთიერთობა, როცა იქ ვარ და მასთან მიწევს ჩემთვისაც ცოტა დაუჯერებელია ხოლმე, მაგრამ ნუ უკვე შევეგუე ამ რეალობას. თუნდაც ვახშამი, ლანჩი, ტელევიზორის ყურება, რაღაც თემებზე საუბარიც. ჩემთვისაც ცოტა ფანტასტიკის სფერო ხოლმე, იმიტომ რომ ხო, რთულია დაიჯერო, არ არის მარტივი რომ ამ რეალობაში ამოყავი თავი. უყურებთ ტელევიზორს შენ და სოფია და ხანდახან შეხედავ და ფიქრობ, ნეტა ეს ხალია. ხო, ანუ ხონია ხოლმე თავიდან ეგ მომენტი, მაგრამ ნუ რეალობას იცი რა არის? ძალიან მომწონს ჩემ თავში ერთი რაღაც, რომ ყველაფერს მშვიდად ვხვდები. ანუ არ ვიცი ხომე აჟიტირება რაღაცეებიდან გამომდინარე. და ეგ მეხმარება ძალიან იმაში, რომ მოვლენები უფრო ისე მივიღო. მარტივად. გამოწვევები, როგორც გითხარი, ბევრი ახლავს ამ რეალობას, მაგრამ რა ვიცი, მაგასაც ყოჩაღად ვუმკლავდები. და რა ენაზე გაქვთ ხოლმე კომუნიკაცია? ინგლისურად, მაგრამ იტალიურსაც ხანდახან სიტყვებს მასწავლის ხოლმე. კარლოსთანაც ინგლისურად კომუნიკაცია. რაღაც მგონია რომ რაღაცა ფილმს სხვათა შორის იცი რომ შემოთავაზება იყო წიგნების დაწერაზეც. ჯერ არ გავაჟღერებ, იმიტომ რომ არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება, იმიტომ რომ ეს არის ხოლმე ძალიან, როდესაც წიგნს წერ და ვფიქრობ, როდესაც შენს ესე ძალიან ინტიმურ ამბებს აზიარებ, ძალიან პირადულს უნდა იყო მაქსიმალურად გულწრფელი და მე რომ გულწრფელი ვიყო ამისთვის მარტო ჩემს პირადს ხარ ვეხები, სხვის პირადსაც ვეხები და უნდა ვიყო ძალიან ფრთხილი და აი ვარ რაღაცნაირად ჯერ ჩამოყალიბების პროცესში და ცოტა თავიდან ისეთი მომენტი მქონდა, რომ ხალხის მხრიდან მაინც ისე აღქმულიყო, რომ აი რაღაცა ხო ხვდები, რაღაცა იმდენად მნიშვნელოვნად ჩავთვალე უკვე საკუთარი თავი, რომ წიგნს ვწერ თუ რაღაც, მაგრამ უფრო გავთამამდი მაგ იდეასთან დაკავშირებით, როდესაც სხვისგან წამოვიდა და უფრო დავიწყე ფიქრი. მაგრამ ალბათ ყველა იდეას მომწიფება ჭირდება და ანუ როგორც მივხვდი, ახლა ფიქრობ არის რაღაცა იდეა წიგნზე, რომელიც შენს ცხოვრებას შეეხება. როცა გაიგერო კარლო სოფი ლორენის შვილია, მის ფილმებს ხوار ჩაუჯექი? კი, ჩავუჯექი. აი, რაც არ უნდა სამარცხვინო იყოს და სკანდალური, იმიტომ რომ ხო იცი უყვარს ქართულ საზოგადოებას. ხო, ნუ ბევრი ფილმი და ასე ამ დოზით ანუ ნამდვილად არ ვიცოდი. და ჩავუჯექი რომელი. და აღმოვაჩინე კიდე სულ სხვანაირი ჩემი დედამთილის სულ სხვა კუთხით. და ისე რომელი ფილმი გიყვარს ყველაზე მეტად მისი? ქორწინება იტალიურადაც ძალიან მიყვარს და ჩოჩარა, ანუ რომელმაც მოუტანა ასევე ოსკარი. ასევე ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია და რაღაცა ძალიან ტრაგიკული ისტორიაა და სხვა სიღრმეები დავინახე კიდევ მაგ როლში. და საცხოვრობს და მისი სახლი როგორია, მისი ყოველდღიურობა? საცხოვრობს და ცხოვრობს ჟენევაში, სხვათა შორის მაგ ისტორიას რატო ცხოვრობს ჟენევაში, ბევრმა არ იცის, იმიტომ რომ
იქ ცხოვრობდა ცნობილი გინეკოლოგი, რომელიც დაეხმარა იმაში, რომ შვილი ყოლოდა. ხო, იმიტომ რომ მანამდე წარუმატებელი ორსულობები ჰქონდა სამწუხაროდ ქალბატონ სოფიას და კარლო რო გაჩენილი იყო და მისი ძამიკო რო გაჩენილი. კარლოს ძმაც კი, ძმა ყავს. ხო, და აღარ კარლო არის პირველი შვილი. ხო. და ძმა პატარ ყავს. და ეს სწორედ იმის დამსახურება ჟენევაში რო ცხოვრობენ, რომ იქ ცხოვრობდა სწორედ ის ექიმი, რომელიც დაეხმარა ამ ორსულობის შენარჩუნებაში. მოგეხსენება, როგორი აქტიური ფაზა იყო ქალბატონი სოფიასი 35-36 წლის ასაკში და მაშინ მოუწია მთელი 9 თვე როგორც ვიცი კარლოსგან საწოლში წოლა იმისთვის რომ გადაერჩინა კარლოს სიცოცხლე. ზოგადად სოფი ლორენი არის ქალი, რომელმაც იტალიურ კინოში შექმნა ესეთი ძლიერი, ამაყი, ენერგიული, მტკიცე ქალის სახე შექმნა და გითხრა რამე, რაც დასამახსოვრებელი იყო შენთვის. იცი როგორ არის? მე ვფიქრობ, რომ ეს ის იმ ტიპის ქალია, რომელიც ზუსტად შენგანაც უნდა რომ სოფი ლორენის რძალი კი არ იყო, შენ იყო ასევე შენი სიმტკიცით, შენი სიძლიერით და სიამაყით. რატომღაც ასე მგონია. იცი რა არის? ჩემთვისაც რა თქმა უნდა ინსპირაციაა და მით უმეტეს ახლოდან ასეთი ფიგურის გაცნობა, რომელიც აი რო ჩამოთვალე ყველა რეგალია, რომელიც ყველა ქალისთვის აუცნებოა და რაზეც გვისაუბრია, მოდი ამას მაინც ფიქრობ, რომ ძალიან ინტიმურია, ძალიან პირადულია, ჩემთვის დავიტოვებ. მაგრამ აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისი აი სიდიადე სწორედ მის უბრალოებაში არის და აი ეს თუნდაც დისტანციის არ ქონა, რაღაცა ყოველდღიურობაში ძალიან უშუალობა ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს მის პიროვნებას და ეს ჩემი აზრით დიდ ადამიანებს ახასიათებთ. ანუ როგორც მივხვდეთ, თან შინაურული, გულწრფელი, ინტიმური საუბრებიც გქონიათ, რაც თქვენ შორის არის. სამოქალაქო პოზიციაზე მინდა კითხო, შენ და კარლო იყავით აქციაზე, რის გამოც ოცნების მხარდამჭერებმა გაგაკრიტიკეს, როგორც ჩანს მათ ზუსტად რა თქმა უნდა, როგორც ჩანს მათ ზუსტად უნდათ რომ მარტო ვისაუბროთ სოფია ლორენზე, კარლო პონტიზე და მარტო რაღაცა ამ კუთხით ვიყო აქტუალური და შენ არ ქონდა შენი სამოქალაქო პოზიცია. ხო, აი რას უპასუხო. კაია. ოკეი. კაი პასუხია. ხო, ნუ რას უკაცრავად, იმიტომ რომ ხო, იყო ეგეთი კომენტარები, შეირგე შენი ბედნიერება, გაჩუმდი, კრიტიკას დაიმსახურებ. დაეტიე. ხო, დაეტიე, რაღაც ესეთ კომენტარები, ისეთი არაკორექტული, მოდი ესე ვიტყვი. სხვა რამეს ელოდებოდნენ, რატომღაც და არ ვიცი რატო, ალბათ იმიტომ რომ როგორც ბევრი ცნობადი სახე ეგონათ რომ რაღაც ახლა მეც ბენეფიტების მიღებას ვისურვებდი. არაფრის ხარჯზე არასდროს ჩამოიყვანდი სოფიას და შეახვედრებდი ბიზნესს. ჩემ ხმას, ანუ არასდროს არ მაგ კუთხით არ გავაჩუმებ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ხა სამწუხაროდ აქციებზე მე ესე ვერ ვახერხებდი აქტიურად სიარულს, მე საიდანაც შემეძლო, როგორც შემეძლო, ყოველთვის ვაფიქსირებდი ხოლმე. იყო ფარმაცევტების მარში მახსოვს და ჩემო კოლეგებმა რომ მომწერეს დიდი სიხარულით შევუერთდი და კარლო იყო საქართველოში და მე ხა კარლოს მოდი პოლიტიკურ შეხედულებებზე არ ჩავშლი, იმიტომ რომ ეს მისი შეხედულებებია და არ შევეხები, მაგრამ მითხრა რომ მარტო არ გაგიშვებო და მე აუცილებლად ჩვენს გვერდით უნდა ვიყო და მე უფრო ფიქრობდი რომ აი თავს ვარიდებდი რომ წამოსულიყო სიმართლე, გითხრა იმ კუთხით რომ არ მინდოდა რომ მაინც თუ კრიტიკას დავემსახურებდი, ჩემზე ყოფილიყო თუნდაც კრიტიკა, მაგრამ ну მოინდომა ასე, ჩემს გვერდით დადგა გამიხარდა, რა თქმა უნდა, როგორც ქალს, იმიტომ რომ სადაც შენ ხარ, შენი მეუღლეც რომ ხარს გიჭერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მაქვს პროტესტი დღევანდელ სიტუაციაზე, იმიტომ რომ პირველ რიგში იმაზე, რომ ძალიან იმოქმედა ჩემზე, რომ საზოგადოება არის აბსოლუტურად გახლეჩილი ორად. ძალიან დიდი აი უფსკრულია და ჩვენ შორის და ეს არ ვიცი, აი ბოლო 2 წელია ძალიან მძაფრად იგრძნობა უკვე და მართლა არ ვიცი რა, აი რა უნდა მოხდეს და ვფიქრობ ხოლმე, აი რა არის გამოსავალი და ვერ ვხედავ, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა ოპოზიციის მხრიდანაც იმედგაცრუებული ვარ, ვისაც უნდა აეღო ეს რაღაც სადავეები ხელში, კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს, არც ქოცი ვარ, არც ნაცი ვარ ერთი უბრალო მოქალაქე, რიგითი მოქალაქე, რომელსაც სიმშვიდესთან ერთად მჭირდება დამოუკიდებლობა.
და არავის მონობა, ხო ესეა? და ძალიან ბევრია დარწმუნებული ვარ, რომ აყავს რაღაცა კონკრეტულად ესე ამოჩემებული, თუნდაც პარტია, მაგრამ აქვს აი რაღაცა სურვილი, რომ შეცვალოს რა, თუნდაც დღევანდელ რეალობაში და ვერაფერს ვერ ვცვლით და რატო? იმიტომ რომ რაღაცა ერთი ადამიანის იმაზეა სამწუხაროდ ეს დამოკიდებული კეთილნებაზე. მარიამ, შენთვის რა არის სამართლიანობა და როდის გძნობ, რომ აღარ შეგიძლია ჩუმად ყოფნა, რომ სიჩუმე არის დანაშაული? ცი რა არის სამართლიანობა, ჩემი აზრით, პირველ რიგში არის თავისუფალი აზრის გამოხატვა, რომ არ გაქვს შეზღუდული. და თუ რაღაცა გაწუხებს, ამას ანუ თავისუფლად გამოხატავ და ამისი გათვალისწინება რო ხდება, ეს მგონია სამართლიანობა. და უსამართლობა შესაბამისად, როცა არ გისმენენ, როცა არ გითვალისწინებენ, როცა გაჩუმებას გთხოვენ, აი ეს მგონია უსამართლობა. რაზე ოცნებობ ყველაზე მეტად ახლა? ეხლა ჩემი ოცნება რამოდენიმე შეიძლება ვთქვა, იმიტომ რომ სხვადასხვა სფეროს რო უკავშირდება ისეთი. პირველ რიგში სამშობლოზე ვიტყვი, რომ ძალიან მინდა, რომ ეს რაღაცა ორად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდეს და საერთო მიზანი გახდეს ის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი არ დავივიწყოთ და ჩვენი ევროპული გეზი. და ჩვენი დამოუკიდებლობა არაფრის ფასად არ დავთმოთ. მეორე ხრივ, რაც უკვე ჩემს პირადს ეხება და ჩემს პირად მიზნებს, დიდი ოცნება მაქვს, რომ როგორც გითხარი, ონლაინ მაქვს ხა ჩემი ზუმბას ვარჯიშები და დიდი ოცნება მაქვს, რომ ამ კუთხითაც ბევრი ქალი გავაერთიანო, სოლიდარული გარემო შევქმნა და ძალიან ბევრ ქალს მივცე მოტივაცია, თუნდაც ჯანსაღი ცხოვრებისკენ, მოტივაცია მივცე თუნდაც რომ მეტი სიხარული შეიტანონ ყოველდღიურ რუტინაში და გავაძლიეროთ ერთმანეთი რა. ძალიან კარგი სურვილები გაქვს და იმედია რომ მალე ახდება შენი სურვილები. და შენი მომავალი როგორ ფიქრობ საქართველოს უკავშირდება იტალიას, ჟენევას, სადაც ხშირად ხარ? ძალიან ბევრს გონია, მოკლედ, რომ მე უკვე წავედი საქართველოდან, საქართველოში აღარ ვცხოვრობ, სინამდვილეში ძალიან მიჯაჭვული და ნოსტალგიური ადამიანი აღმოჩნდი და ცადე 2 თვე ცხოვრება საზღვარგარეთ, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. და გამიჭირდა რაღაცა აი ამ გარემოს დათმობა, სადაც მთელი ცხოვრება მან გატარებული, მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ საცხოვრებლად ამ ეტაპისთვის მით უმეტეს არ ვარ მზად და ვფიქრობ, რომ ჩემი ოცნება, ერთ-ერთი ოცნება უკავშირდება იმას, რომ აქ ვიცხოვროთ და აქ ვქონდეს ჩვენი საერთო სახლი, სადაც ანუ რეალურად ყველაზე დიდ დროს გავატარებთ ხოლმე. ეხაც ამ ეტაპზე საქართველოში ვარ. კარლოს ჩამოდის ხოლმე გასტროლებიდან აქ, სუფრენებშია, გასტროლები აქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კიდე ეს ფაქტორი, რომ საკუთარი თავისთვის არ დამეძალებინა რაღაცეები და მადლობა ღმერთს, რომ კარლოს არის ესეთი პიროვნება, რომელიც ჩემს სურვილებს ითვალისწინებს და დამთანხმდა იმაზე, რომ აქ ამ ეტაპზე აქ იყოს ჩვენი ძირითადი სამყოფელი და სამომავლოდაც ჩემი ოცნება რაც გითხარი, რომ სამომავლოდაც აქ გქონდეს ჩვენი სახლი. ანუ ეს არ არის თქვენ შორის არც სხვადასხვაობის არც განხეთქილების თემა. არა, იმიტომ რომ მე ზოგადად ძალიან მარტივად ვწყვეტ ხოლმე თუ რა მინდა და რა მაბედნიერებს. ყოველთვის ვუსმენ ხოლმე ჩემ გულს და მივხვდი როცა ის 2 თვე რო ვიყავი ჟენევაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2 უსაყვარლესი ადამიანის გარემოცვაში, ჩემი შვილის და კარლოს გარემოცვაში, აი ეს არ არის ის, როგორ თქვა, რაც მარტო ქალისთვის ერთი კომპონენტია ბედნიერების პირადი ცხოვრება და რაღაცა საქმით თუ არ ხარ დაკავებული და პირველ რიგში მინდა რომ ვიყო დაკავებული ჯერ ჩემს ქვეყანაში, იმიტომ რომ რაღაცა სასარგებლო გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვისაც და ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემთვის ძალიან კაი გადაწყვეტილება ამ მომენტისთვის, რომ დავრჩი საქართველოში. სამომავლოდ არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები, ჩემი ოცნება მაინც უკავშირდება იმას, რომ სამშობლო არ დავტოვო. ახლა ჩვენ ვართ ვითარებაში, როცა ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. შენ უფრო მეტი საბაბიც გექნებოდა, რომ წასულიყავი საზღვარგარეთ. იცი როგორ არის? აი კიდე ერთხელ აღვნიშნავ, ახლა განათლების თუნდაც რეფორმამ ძალიან შემაშინა, იმიტომ რომ პირდაპირ ხო ჩვენს შვილებს უკავშირდება ეს ყველა სიახლე და საკმაოდ ის არის ხოლმე დამაფიქრებელი.
იძულებული თუ არ გავხდი, ან ჩემი სამშობლოს დატოვება ნამდვილად არ მინდა. ამას აღნიშნავ ხაზგასმით. შენს ისტორიას ფილმად თუ გადაიღებდნენ, რას დაასათაურებდი? როგორ დაასათაურებდი? სხვათა შორის დავასათაურებდი, იყო და არა, იყო რა და რატო გეტყვი. ბევრი ხომ ადარებს ზოგადად კონკიას. ზოგს გონია, რომ ეს დამცირება ჩემთვის და არა, ჩემთვის აი ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, რომ კონკია არის სიძლიერის სიმბოლო და სიკეთის სიმბოლო, რომელმაც ანუ ბევრი რაღაც გადალახა და მიაღწია რაღაც პირად ბედნიერებას. ხო და ფიქრობ, რომ რაღაც ბევრი ქალისთვის სხვათა შორის არის ჩემი ისტორიაც დიდი мотиваცია. ძალიან ხშირად მწერენ ხოლმე ემიგრანტები განსაკუთრებით, რომ ჩემი სიყვარულის ამბავმა სხვათა შორის კონკრეტულ შემთხვევას გავიხსენებ, იმ დღეს მწერს რომიდან ერთი გოგონა წერს, რომ ორი შვილი მყავს, გაშორებული ვარო, მეუღლესო და ჩემთვის შენი ისტორიაო არისო, რწმენაო და იმედიო, რომ თუნდაც ორი შვილით მე მოვახერხებ, რომ თუნდაც პირად ცხოვრებაში ხელმეორედ ვცადო და რო უყურებო, ანუ შენ შვილს როგორი ურთიერთობა აქვს კარლოსთან, ანუ იმედი მებადებაო, რომ რაღაცა ამ კუთხით მეც მექნება მომავალიო და ჩემს აი თუნდაც რა შეიძლება იყოს ადამიანის ყველაზე დიდი ბედნიერება, ხო? ჩემს აი ერთი ადამიანისთვისაც თუ არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით, თუ რაღაცის იმედის მიმცემი ვიქნები, აი რაღაცა კუთხით იმედის მიმცემი, ხო? ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება. მარიამ, ჩემმა საყვარელმა PSP-მ გამოგიგზავნა საჩუქრები. შენ ისე კარგად გამოიყურები და ისეთი ლამაზი და მშვენიერი ხარ და კიდევ უფრო რომ გაიხანგრძლივო ეს მშვენიერება, ამისთვის გამოგვიგზავნა PSP-მ საჩუქრები, რომელსაც მე ახლა unboxing-ს გავაკეთებ ტრადიციულად. ეს არის ალგოლოჟის ტონერი, ეს არის ალგამარინის აღმდგენი ლოსიონი, რომელიც გარდა იმისა, რომ იდეალურად აშორებს კანს, მაკიაჟის ნარჩენებს, ამავე დროს ამდიდრებს მას მინერალებით და მოყავს კანი ტონუსში. ასე. შვენიერი პროდუქტია. მოკლედ კიდევ არაჩვეულებრივი შრატი. ეს შრატი არბილებს და ატენიანებს ყველაზე მშრალ კანსაც კი, თან ეფექტი არის შესამჩნევი მომენტალურად, აი წასმისთანავე ძალიან სასიამოვნო თხევადი ტექსტურა აქვს და ფერიც დაკრავს სხვათა შორის მსუბუქი, ასე რომ ესეც უღრმესი მადლობა. ასე კიდევ არის? აბა მთელი რუტინა გამოგიგზავნა PSP-მ. უღრმესი მადლობა PSP. ესეც მესამე პროდუქტი, ეს არის ხავერდოვანი ტექსტურის კრემი, რომელიც შეიცავს შიის კარაქს და ძალიან სწრაფად დნება კანზე და ანიჭებს კანს კომფორტის შეგრძნებას და კანი რჩება დატენიანებული მთელი დღის მანძილზე. მადლობა. და ბოლოს დავასრულოთ უნდა ასე ჩვენი 4 კომპონენტიანი რუტინა. ეს არის თვალის კრემი, მე არ შემიძლია თვალის კრემის გარეშეც და ეჭვმაქ რომ შენც იყენებ, ეს არის ხო მარგალიტისებური კრემი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ნაოჭების და მუქი წრეების წარმოქმნას თვალის გარშემო და კრემისებური ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს და ეს არის ჩემი საყვარელი ბრენდი, აქვე გეტყვი ალგოლოჟი. მადლობა PSP-ს ამ არაჩვეულებრივი საჩუქრებისთვის, მოკლედ აი ყველაფერს ჩაგილაგებ და გაკატან. მადლობა ჩვენ საყვარელ PSP-ს, რომელიც მუდმივად ყოველთვის გვანებივრებს ძალიან კარგი და ხარისხიანი პროდუქციით ჩვენი სტუმრებისთვის. მადლობა PSP-ს ამდენი საჩუქრისთვის და ჩემი დღის რუტინის აუცილებელი კომპონენტები იქნება. ისე ვიყენებ ხოლმე რუტინა არის შენს ცხოვრებაში? კი, ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ მაკიაჟით წევს ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კანი იყოს კარგად გაწმენდილი და დატენიანებული ცხადია. კი. რომელი კერძი უკეთ გამოგდის, პასტა თუ ხინკალი? გავაკეთო თუ ჭამა? ანუ მოდი ჯერ რო გააკეთო. ხო, პასტა. და რო ჭამო? ხინკალი, რა გავაკეთო ვერ გავცვლი. ხინკალს ვერაფერში. ხინკალი. რომელი იტალიური სიტყვა შენი საყვარელი? ბელისიმა, იმიტომ რომ კარლოს პირველი მესიჯი. კი, ნამდვილად. სწავლობ იტალიურს? იცი რა არის, რომ ვუსმენ საუბარს და ხშირად მესმის იტალიურად საუბარი, რაღაცა სიტყვებს ვიმახსოვრებ ხოლმე.
ხან კარლოც მასწავლის, ხან იყო შემთხვევა, რომ ქალბატონმა სოფიაც 1-2 სიტყვა მასწავლა. ანუ რეალურად, როცა დიდ დროს ატარებ, გარემოში, სადაც უცხო ენაზე საუბრობენ, გინდა რაღაცები გესმის. რო თქვათ, რომ ხავ საუბრობესი, არა, მაგრამ უფრო მესმის შინაარსი ძირითად შემთხვევაში, რაზეც საუბრობენ ხოლმე. რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი, რომელშიც არ ხარ ნამყოფი? რომელშიც არ ვარ ნამყოფი? საინტერესო შეკითხვა. ბევრი არ მიფიქრია მაგაზე. სხვათა შორის ვიმოგზაურებდი ჩინეთში. ხო. რაღაცნაირად ვფიქრობ, საინტერესო კულტურა აქვს და ვიმოგზაურებდი. რისი გეშინია ყველაზე მეტად? ალბათ საყვარელი ადამიანის დაკარგვის შეიძლება. ალბათ რადგან ერთხელ უკვე განვიცადე დედის დაკარგვა, ხო? აი სიკვდილის თემასთან დაკავშირებით უფრო. რომელ მოვლენას შეცვლიდი განვლილ ცხოვრებაში, რომ შეგეძლოს? თუ მექნებოდა იმისი, როგორ თქვა, შეცვლის საშუალება, რომ დედა გადამერჩინა, დედას გადავარჩენი, სხვა ვერაფერს და არც შევცვლი სხვა დანარჩენს. შენი ყველაზე დიდი ნაკლე რა არის? კეთყვი ეხლავე. ჩემი დიდი ნაკლი არის ალბათ გაფანტულობა ხანდახან და უნებისყოფობა რაღაცებში. რა თვისებას აფასებ ყველაზე მეტად ადამიანში? გულწრფელობას, იმიტომ რომ ყოველას დროს ზოგავს გულწრფელობა. და რომელი თვისება არ გიყვარს ყველაზე მეტად სხვა ადამიანში? უპრინციპობა. დავიწყებ მაშინ აი ამ წერილით, რომელიც სხვათა შორის გუში რო ვეძებდი, აი რომელიც 3 ნივთი წავიღოთ, ხო, ეს მომხვდა ხელში. ეს არის ჩემი წერილი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ კი არ ძალიან ბევრი წლის წინ დაუწერე თოვლის ბაბუას. ოღონდ და აი ჩემთვის რატომ მნიშვნელოვანი, საერთოდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემს ბავშვობას რა მახსენებს. ეს ემოციები ძალიან ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი და წამოვიღე, იმიტომ რომ ძალიან უცნაური წერილი, ანუ სიყვარულს უხსნი თოვლის ბაბუას. ოღონდ ანუ როგორც ეს ბავშვები ხო წერენ ხოლმე სურვილებს. ანუ არ მიწერია არაფერი სურვილი, უბრალოდ მის ირმებს, ანუ უსურვო ჯანმრთელობა. მაქვს ხოლმე ესეთი ანუ შენახული რაღაცა წერილები, რომელთანაც აი რაღაცა რომელსაც ვეხები და ბავშვობაში მავრუნებს და ძალიან მიყვარს მოკლედ ესეთი პატარა ნივთები, რაც ბავშვობაში მაბრუნებს და მეხმარება იმ ემოციების ხელახალ განცდაში. მეორე ნივთი არის ჯვარი, რომელიც სამთავროს მონასტრის ეზოში ვიპოვნე. ხო, და ეს ყოველთვის მაქვს ხოლმე მანქანაში. იმიტომ რომ გონია რომ სადაც არ უნდა წავიდე, ხომ მანქანა არის ადგილი, სადაც რითიც გადავადგილდებით და სადაც ყველაზე დაცულად მიყვარს როცა ვგრძნობ თავს და მოკლედ ეს ნივთი ჩემთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სიმშვიდეს მანიჭებს და ესე მგონია რომ ძალიან როგორ თქვა, მიცავს, სადაც არ უნდა წავიდე, მიცავს. და თან ეს მონასტერია, სადაც შენი და კარლოს ისტორია იწყება პრაქტიკულად შეიძლება ითქვას. ძალიან მიყვარს, ზოგადად ერწმენას ჩემს ცხოვრებაში აქვს დიდი ადგილი. და ეს არის 21 წლის როცა ვიყავი და როდესაც აი რო ვახსენე დედიკოს ამბავი, ძალიან დამოკიდებული ბავშვი ვიყავით, ხო, ვახსენე და არ ვიყავი ესეც ჩორმანძილზე ოჯახიდან წასული და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 21 დღით დავტოვე ჩემი ოჯახი და წავედი თუშეთში. და თუშეთში, ანუ ეს იყო ჩემთვის რაღაცა თითქოს ერთგვარი, აი პირველი გასვლა და საკუთარ თავში მოგზაურობაც შეიძლება და ვთქვა მარტო, ანუ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მოგზაურობას ვერ დავარქვა. ეს იყო რაღაცნაირად აი დიდი დანაკარგის მერე გასვლა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყველანაირი გაგებით. და ეს რომ მოვდიოდი საქართველოს ფორმა გნახე. ხო და მინდოდა რამე სამახსოვრო წავამეღო და ეს არის სიპის ქვა, რომლისგანაც აშენებდნენ ხოლმე თუშეთში კოშკებს. და წამოვიღე და რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი არის, იმიტომ რომ
თუ შეცმახსენებს და თან აქვს რაღაცა ისეთი დაკერცვა. გიყვარს ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. გაუმარჯოს საქართველოს, ევროპულს, დემოკრატიულს და თავისუფალს. იმედია ახდება ეს ჩვენი ოცნება. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის. ძალიან ბევრი კარგი რამ გავიგე შენს შესახებ და მიხარია. რომ ჩემი მოლოდინები გაამართლე და მოკითხვა სოფიას მაინც ბოლოს ასე დავასრულე ეს ინტერვიუ და რა თქმა უნდა კარლოს ძალიან დიდი მოკითხვა ჩემგან მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი მადლობა თქვენ ასეთი იყო ეს ინტერვიუ იმედია ისიამოვნეთ და რა თქმა უნდა შეგახსენოთ ისევ რომ გამოგვიწეროთ უნდა YouTube-ზე გვიპოვოთ Facebook-ზე Instagram-ზე TikTok-ზე და იაქტიუროთ გემშვიდობებით მომავალ კვირამდე